კოტე ჩლაიძე, ეროვნული კინოცენტრის რეგიონული პროექტების ხელმძღვანელი არის ჩვენთან სტუმრად. ჩვენ უნდა ვისაუბროთ კინოსკოლაში ამ პროექტის შესახებ, რომელსაც კინოცენტრი ახორციელებს. დიდი მადლობა უნდა გადაგიხადოთ ჩვენთან სტუმრობისთვის. მაყურებელს ვეთქვით, რომ კინემატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა 2014 წელს საქართველოს 5 რეგიონის 40 სკოლაში განახორციელა პროექტი კინოსკოლაში საპილოტო ვერსია და 6 თვის მანძილზე გაიმართა 960 ჩვენება, რომელსაც 12000-მდე დასწრება ჰქონდა. საკმაოდ კარგი ციფრია, ხო? რის მიხედვით აარჩიეთ ეს რეგიონები, სადაც თავიდან რადგანაც პილოტი იყო, ავიღეთ 3 ცენტრი, ანუ თბილისი, ქუთაისი, ბათუმი და მათ გარშემო ადამიანს რო შეეძლო მიწოდომა რო ქონოდა შეძლებოდათ ამ ადამიანებს და პროექტის თან არსი რა არის, რომ ადამიანები, რომლებიც ერკვევიან კინოში და საერთოდ იციან კინოს შესახებ რაღაცები, უშვებთ სკოლებში. და რადგანაც მაინც უმრავლესობა ესეთი ადამიანებია ცხოვრობენ ქალაქებში სამწუხაროდ. აი ესე გადავწყვიტეთ და 40 სკოლით დავიწყეთ, მაგრამ ისე საინტერესოდ წავიდა პროექტი, რომ აი წელს უკვე ვცადეთ, კი არა, ვახორციელებთ უკვე მთელ საქართველოში. კოდე ჩვენ გვაქვს სხვათა შორის თქვენი ვიდეო, შეგვიძლია ვაჩვენოთ, მე მგონი საინტერესო იქნება და გავაგრძელოთ მე საუბარი. პროექტი კინოსკოლაში ჩემი არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ ბავშვებისთვის, რადგანაც ბავშვების უმეტესობა ფილმებს უყურებს იმისთვის, რომ გაერთოს და ისინი არ უფიქრდებიან ის მომცემია ეს კინო ადამიანისთვის. კინოსკოლაში მართლა ძალიან დიდი რაღაც მომცა, რომ განფართოვა თვალსაჩინო. მე ახალგაზრდაში მოვიდი, როდესაც ეს სასწავლებელი დაიწყო და პირველ რიგში ძალიან მაყოფილი ვარ ამ პროექტით, რადგანაც ძალიან ბევრი რამ მომცა. კინოსკოლაში ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რადგანაც ამ პროექტმა მომცა საშუალება, რომ ყოველდღიური ცხოვრება უფრო გამახალისებინა. კინოსკოლა მომცა დიდი ინფორმაცია კინოების შესახებ, გამიჩნდა უფრო ინტერესი, რომ მეყურებინა ფილმებისთვის. მოკლედ საკმაოდ ვრცელი ვიდეოა, ეხლა რომ ნახეთ, როცა გამოგვიგზავნეთ და ეს ბავშვები ძალიან კმაყოფილები არიან და რა პრინციპით არჩევთ ამ სკოლებს, ანუ ეს არის ის სკოლები, როგორც მივხვდი, სადაც საშუალება ტექნიკური არის და აღმოჩნდა, რომ 90%-ში პროექტორები აქვს. მე თვითონ გიკავშირდებიან თუ თქვენ უკავშირდებთ? მაგაში პირველ რიგში მინდა ამ ვიდეოზე ვთქვა და სხვა ვიდეოზე ეს გააკეთეს თვითონ ბავშვები და მასწავლებლები იყვნენ ამ იმას ჩვენ რაღაცნაირად გაშვებული ყავს ეგ პროექტი, რა თქმა უნდა ვაკონტროლებთ ყველაფერს, მაგრამ აი ესეთი რაღაცები უკვე სპონტანურად ხდება რა. აი ეს ვიდეოები თქვა გააკეთებია ჩვენი ერთ-ერთი აი კინომისიონერებს ვეძახით ჩვენ ადამიანებს, ვისაც სკოლებში ესე დავარქვით, იმიტომ რომ ფიქრობთ რომ ახლა რაღაც ვინ არიან აი ეს მისიონერები? ეს მისიონერები არიან ჩვენ გამოაცხადეთ რაღაც ღია კონკურსივით, JobsG-ზე და რაღაც აი ესეთ საიტებზე, რომ გვინდა ადამიანები, რომლებიც სწავლენ სკოლებში და ნუ იქ უნდა იცოდნენ კინომცოდნეობით არ შევიზღუდეთ, იმიტომ რომ ჯერ ესეთი არც არის ამდენი კინომცოდნე.
კინო უნდა იცოდეს და ნუ რაღაცა ის უნდა გქონდეს რა ხელოვნებასთან შეხება. აი ესეთი იმით გამოვაცხადეთ, მე საკმაოდ ბევრი განცხადება იყო, მე გადავარჩიოთ ჩვენ ეს ხალხი, 3 დღიანი ტრეინინგი ჩაუტარეთ და გავუშვით. ესე იყო წინა შემთხვევაშიც, ესე იყო ამ შემთხვევაშიც და აი დღესდღეობით არის 60 კაცი ამ პროექტში. ასაკობრივი შეზღუდვა ხო არ აქვს და უმრავლესობა მაინც ახალგაზრდები არიან, რა თქმა უნდა, მაგრამ აი ესეთი სიტუაცია რო თქვათ, აი დღესაც ჩვენ პროექტში თქვათ მუშაობს და აი მისიას ასრულებს პედაგოგი და მისი თქვათ ისინი სტუდენტები, ხო? ყოფილი სტუდენტები. წინაზეც ეგრე იყო. ანუ სხვადასხვა ესენი არიან ანუ თქვენ უზრუნველყოფთ ტრანსპორტს ალბათ? ტრანსპორტს არა, ჩვენ უზრუნველყოფთ გარკვეულ თანხას აი ამ მისვლაში, ერთ ვიზიტში. ღირს რაღაც εν რაოდენობის თანხა. და ნუ რაც უფრო შორია თქვა და უფრო ექსტრემალური და უფრო ის არის, სხვა თანხა არის და პრინციპში ორი რანჟირება გვაქვს. კატო, სად გაქვთ ესეთი ყველაზე შორს მყოფი რეგიონები მოცული? თითქმის ყველგან ვართ, რაც ჩვენთვის ძალიან საამაყოა. სვანეთში ხართ ასე? აი სვანეთში არ ვართ და ხევსურეთში, იმიტომ რომ ხევსურეთში ჩვენ ხო აი წინა კითხვასო დაუბრუნდეთ თქვა. თვითონ მოთხოვნა ჩვენ განათლების სამინისტროს უგზავნით, რომ აი ჩვენ ესეთ პროექტს ვაპირებთ, ისინი აგზავნიან უკვე ყველა სკოლებში და თვითონ ისინი გვწერენ ჩვენ, რომ გვინდა ამ პროექტში მონაწილეობა და мотиваციას, იმიტომ რომ мотивაციის მიხედვით წელს უკვე ძალიან ბევრი მოვიდა. 500-მდე და ჩვენ ნუ შევედით 180 სკოლაში, რაც მეტის რესურსი 200 სკოლაზე ვფიქრობდით, 180-ში შევედით და ისინი мотивაციებს გვწერენ ჩვენ და იმის მიხედვით ვარჩევთ. ძალიან შთამბეჭდავია მართლა ხა სერიოზული ციფრია და შენ ახსენე რომ ეს არ არის რომ ხოლმე ჩვენ როდესაც ვიდეოს უყურებთ ეს არ არის უბრალოდ კინოზე კინოს შესახებ პროექტი. ანუ გარკვეულწილად შენ მიგაჩნია რომ ესეთი შემეცნებითი ხასიათის არის, ხო? და სადისკუსიო პლატფორმაც არის ერთგვარი, ხო? თავარი პრინციპში და ჩვენ ამ მიუხედავად იმისა, რომ კინოცენტრი ვართ და კინო არის ჩვენ პრინციპში ეს იყო ჩვენ იდეალისტური და ჩვენ ვუზდით კინოს მაყურებელს, მომავალს, რომელიც იმედი მაქვს, რომ როდისმე კინოთეატრები იქნება რეგიონებში და ეს ბავშვები ივლიან კინოში. ეს ისე საერთოდ გლობალური ჩვენი მარკეტინგული გათვლებით თუ. მაგრამ რეალურად თან არის ის, რომ ჩვენ ამ ხალხსაც ვისაც უშვებთ, ჩვენ იმას ვეუბნებით, რომ რა თქმა უნდა ისიც თუმეტეს კინომცოდნეებმა ჩაპლინი როდის დაიბადა და გარდაიცვალა, კი, კარგია ეგ, მაგრამ თავარი არის შემდგომში ამ ფილმის მერე დისკუსია და საერთოდ რა არის ჩვენ ვფიქრობ, ამიტომ ეს პროექტი არის ბევრად უფრო ფართო, ვიდრე მარტო შემეცნებით და საერთოდ. ამიტომ ეს დღეს ახლა ეს თაობა განსაკუთრებით მათ არ სჭირდებათ ეს ვიკიპედიის ცოდნა, შეუძლიათ თვითონ შევიდნენ და ნახონ. ანუ უფრო სიღრმისეული და ერთობლივად რო განიხილონ ალბათ და ხო და საინტერესო რა არის რომ ხო თავიდან თქვათ პირველი 2-3 გაკვეთილი ჩაკეტილები არიან უფრო ბავშვები ხო და მე აი წინა პროექტმა იქ გვანახა და ეხაც უკვე დაიწყო. ნუ განსაკუთრებით ბიჭებს უჭირთ რაღაც დისკუსიაში შემოსვლა, გოგოები უფრო აქტიურები არიან, მაგრამ მე ჯერ ესეთი ხალხი იზრდება. დასწრებების რაოდენობა იზრდება. და მე ეს რაღაცა, ანუ სულ რაღაცა უნდათ. აი ხა თვითონ ჩვენ არანაირი ჩვენი ინიციატივა არ ყოფილა, მაგრამ ერთ-ერთი ძალიან კაი ბიჭი ყავს ჩვენ ვინც და არის კარგი მხატვარი. და წამოვიდნენ უცებ ამ ჩვენ Facebook-ზე დაიწყო ნახატების გამოგზავნა პლაკატების, ანუ ამ ფილმების რასაც ნახულობთ. ეხლა გადავწყვიტეთ, ნუ ესეთი ის რო არის, რომ რაღაცნაირ კონკურსს გამოვაცხადებთ და მე ნუ მაგას მოვიფიქრებთ, მაგრამ ანუ სულ რაღაცა და კიდე მნიშვნელოვანი რაც არის, რომ აი ეგეც თქვი მე მგონი და შეიძლება გავმეორდე, რომ ეს ხალხი არიან ძალიან მნიშვნელოვანი, აი 60 კაცი. ეს მისიონერები, ხო? აი ეს მისიონერები, რომლებიც რა არის, ცით რომ ჯერ ეს ერთი უწევთ ზოგი მიდის სხვადასხვანაირი სიტუაციებია, თქვა, გადასახდა ზოგი სოფლებში სახლები ქონდათ რაღაცა ეგეთი შემთხვევებიც არის არაერთი ცოლ-ქმარი ერთი ჩვენიერი წავიდნენ და იქ არიან და ანუ მისით გაუხო გადასრულეს და მე თან εσენი იქ რაღაცნაირად აქტიურობენ არა მარტო ამ იმაში უკვე რაღაცა რეგიონის ცხოვრებაში რეგიონის ცხოვრება მე ზოგს თავის მეგობრები ჩაყავთ მხატვარი რაღაცა რა
სტრიტ არტებს აკეთებენ უკვე იმაში სკოლის ეზოებში და ფაქტობრივად თქვენი კონტროლიდან ნელ-ნელა გადის და თვით კონტროლს თვითონვე თავიანთივე ინიციატივით ვითარდება ეს. ხო და რაღაცა უკვე რაღაც პლატფორმასავით გამოვიდა, რაღაც ისე გაიზარდა ეს და მართლა რო არ გვეგონა ისე კაი თვალსაზრისით, აი ძალიან კოტე, ისევ კინოს რომ მიუბრუნდეთ, რა თემების შესახებ არის ეს ფილმები, რომელიც რომელსაც აჩვენებთ, თუ გაქვთ რაიმე კრიტერიუმები, ქართული, არაქართული? ორივეა. ავიღეთ ესე რომ პრინციპში კინო კლასიკა არის ქართulis და არაქართulis. თუმცა ახლა არავიღეთ ძალიან მძიმე საყურებელი ფილმებს. ასაკის გამომდინარე, სხვათა შორის ფსიქოლოგიც ყავდა ჩართული ეს ადამიანი, რომ რაღაც სკოლა მაინც და რამე არ შეგშულოდა. და ამ ტიპის ფილმები არის და მართლა რასაც ქვია კინო კლასიკა ქართulis და უცხოურის. თუმცა ეხა გვინდა რომ თანამედროვე ქართulis ნელა-ნელა ვამატებთ. იმიტომ რომ იქიდანაც მოთხოვნა არის და ხო, კარგი კინო რასაც ქვია, გვეგონა რომ ბავშვები, დღევანდელი ბავშვები ეს ბევრი ჯელობა ქონდა, ხო, რომ სხვა ტემპს არიან შეჩვეული და რაღაც არა უყურებენ აინტერესებს. კლასიკა მაინც ჭრის ესე. ჭრის და მე რაც თავარია და ეს დისკუსიაზე რა თემა ალბათ მიხვდებოდით ამ ხნის განმავლობაში რა თემებია ყველაზე ისეთი ფილმიდან რაც ამოდის მე რაზე ჭირდება უკვე როგორ არის იყოფიან ზოგჯერ ჯგუფები ეს ადამიანები ვინც ჩვენ აი ტრეინინგიც მაგაში გაიარეს რომ თქვა სხვადასხვა აზრის ისე იყო გუნდებად იყოფიან ერთმანეთში მე კამათობენ და რავი სხვადასხვა ისე აი მაგალითად შარშა ხო საშინელება ხდებოდა ხო უცებ გახდა ძალიან აქტუალური თქვათ ფილმი ნატურისხე იმიტომ რომ რაღაცა ეს გაუთავებელი მკვლელობები ხო ქალებს და უცებ გახდა ნატურისხე ზოგს ნაჩვენები ქონდა ზოგს არა და მე რაღაცნაირად თქვით და საერთოდ მე თბილისში ჩავატარეთ უკვე პროექტის დახურვა და ვაჩვენეთ ნატურისხე და ამაზე წავიდა საერთოდ დაემთხვა ეს ახალი აიციფრა ნატურისხე და დიდი ისეთი გრანდიოზული დახურვა გავაკეთე და ამ თემაზე ვთქვათ წავიდა საუბარი. ოდე რამე კვლევას აკეთებთ, ანუ ანალიზი ხდება ამ ინფორმაციის, რაც შემოდის იქიდან, გაქვთ მაგის საშუალება? იცი რა არის, რო გითხრა რომ რაღაც კვლევას ვაკეთებთ, არა, მაგრამ რაღაც კარგი რო ხდება, ფაქტია რა. მაგრამ ფიქსირდება ალბათ მე ურთიერთობა გაქვთ თავისთავად ამ მისიონერებისგან მოდის ხო? მოდის, ძალიან საინტერესოა საერთოდ თვითონ ამ მისიონერების Facebook-ზე თითქმის აი რაღაცა ბლოგები ვითიდება უკვე, იმიტომ რომ თვითონაც რაღაც უცხო სამყაროში ხვდებიან ეს ადამიანები და მათი ნაწერები ძალიან საინტერესოა. ბავშვების ნაწერები ძალიან საინტერესოა. ჩვენ შარშან საერთოდ ბოლოში დავაწერიეთ რა მოეწონათ ამ პროექტში. მათ ფილმებიც გადაიღეს, ხო, მცირე ფილმები. ბოლოში გადავაღებიეთ 5 ფილმი, მაშინ 5 რეგიონში ვიყავთ. ეხლა რას ვიზავთ არ ვიცი როგორ მოვერევით, მაგრამ მართლა ძალიან საინტერესოა. რა თემებზე ქონდათ ფილმი? ხო და აი არის საინტერესო რომ საკმაოდ ღრმა აი ესეთი თემები იყო რომ აწუხებთ ამ ბავშვებს რაღაც ძალიან ბევრი რაღაცა საერთოდ არ არიან ზედაპირულები და განსაკუთრებით აი ხა მინდა უბრალოდ დავამატო რომ შარშან ამდენ სოფელში არ ვიყავთ ძალიან ბევრ სოფელში ვარ შარშან თუ ვიყავით თქვა ამ 40 სკოლიდან სადღაც ალბათ 30% იყო სოფელი ეხა ალბათ 50-40-ზეა სოფელში არის საერთოდ სასწაული რა ანუ იქ რაღაცა სხვანაირად ბავშვები არის. ესეთი ნუ ეხა ეგ ლოგიკურიც არის რომ მოთხოვნა და იმათვის ბევრად უფრო დიდი სიხარულია და მნიშვნელოვანია ეს რაც ხდება. მაგრამ ნუ აი იმათგანაც რაღაცა აი იქ არის მთავარი მე მგონი ენერგია დაბუდებული ჩვენი ქვეყნის. კოდერ რა გჭირდებათ კომუნიკაციისთვის გჭირდებათ ვინმეს რამე გააგებინა ძალიან ტიტრები მიდის უკვე რომ მოკლედ თქვა. გჭირდება ძალიან გვიჭირს აი ესეთი ადამიანები დაახლოებით მე რას ვუყევი სამეგრელოში. სამეგრელოში ძალიან დიდი მოთხოვნა გვაქვს და ყოველდღიურად ერთი ადამიანი მისიონერები გვაკლია. მაქსიმალურად ვეცადეთ ჩვენ რომ გვეპოვა, მაგრამ აი თქვენ იმას აუცილებლად გამოვიყენებ, რომ ვერ ვიპოვეთ და აი ადამიანები ვინც ჩათვლიან რომ აი ეს შეუძლიათ იქნებ გამოგეხმაუროთ თქვენ ჩვენ და ადგილობრივი უნდა იყოს ანუ თბილისელი თუ ადგილობრივი ჯობს თბილისელი ვინც უნდა ნეტავ ვიღაცა წავიდეს იქ რა თქმა უნდა არანაირად არა გვაქვს ჩვენ რომ ეს ადგილობრივი იყოს ჩვენ დავდებთ თქვენს Facebook-ს გარკვეულ კონტაქტებს ჩვენთან შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ამ თემასთან დაკავშირებით თუ კინო გიყვართ თუ გაქვთ საშუალება რომ იმოძრაოთ დრო თუ გაქვთ და შეგიძლიათ კინო შეაყვაროთ ბავშვებს და მოუყვეთ კინოს შესახებ დაგვიკავშირდით აუცილებლად. კოდე, ორმესი მადლობა, ფანტასტიკური პროექტია და ვადევნებთ თვალს აუცილებლად და ჩვენ